რაც შეეხება თავად ჰიტლერის სიკვდილს, ადოლფ ჰიტლერი ნამდვილად ბერლინში 1945 წელს მოკვდა ციანიდის დალევის ან ტყვის სროლის შედეგად. ამის შესახებ ფრანგი მკვლევარები იუწყებიან, რომლებსაც უიშვიათესი წვდომა მიეცათ დიქტატორის კბილის ფრაგმენტებზე. ეს ფრაგმენტი მოსკოვში ინახება. ეჭვგარეშეა, რომ კბილები ავთენტურია. ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიტლერი 1945 წელს გარდაიცვალა. ახლა უკვე შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ ყველანაირ კონსპირაციულ თეორიას ჰიტლერის ირგვლივ. იგი სულაც არ გაქცეულა არგენტინაში წყალქვეშა ნავით, არც ანტარქტიდის საიდუმლო ბაზაზე დამალულა და არც მთვარის ბნელ მხარეს. უთხრა სააგენტო AFP-ს პროფესორმა ფილიპ შარლემ. შარლიესა და მისი კოლეგების კვლევა სამეცნიერო ჟურნალ European Journal of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. პროფესორის თქმით, ჰიტლერის კბილებსა და პროთეზზე ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა თეთრი ქვები, მაგრამ არსად შეიმჩნევა ხორცის ქსოვილების კვალი. ანუ დიქტატორი ვეგეტარიანელი იყო. 2017 წლის მარტსა და ივლისში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და რუსეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც პირველად 1946 წლის შემდეგ ჰიტლერის ცვლები უნდა შეესწავლა. ფრანგების ჯგუფმა შეისწავლა ფიურერის თავის ქალის ნაწილი, რომელსაც მარცხენა მხარეს ხვრელი აჩნდა, რაც სავარაუდოდ ტყვის გავლის შედეგად უნდა ყოფილიყო წარმოქმნილი. თუმცა მეცნიერებს ამ ფრაგმენტიდან ნიმუშების აღების საშუალება არ მისცეს. ფილიპ შარლიეს თქმით, ფრაგმენტის მორფოლოგია სრულად შეესაბამება ჰიტლერისთვის სიკვდილამდე 1 წლით ადრე თავის ქალაზე გადაღებულ რადიოგრაფიას. როგორც შარლია აცხადებს, თუკი ეს კვლევა საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ჰიტლერი 1945 წლის 30 აპრილს ბერლინში საკუთარ ბუნკერში მოკვდა პარტნიორ ევა ბრაუნთან ერთად. ნათელი მოეფინება მისი სიკვდილის ზუსტ მიზეზებსაც. დაზუსტებით არ ვიცით თვითმკვლელობისთვის მან ციანიდის ამპულას მიმართა თუ თავში ტყვია დაიხალა. ორივე შესაძლებელია, ამბობს პროფესორი შარლიე. კბილების კვლევამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი ფხვნილის კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რევოლვერი პირში ნასროლი არ არის. სავარაუდოდ სროლა კისერში ან შუბლში მოხდა. კვლევართა თქმით, პროთეზზე აღმოჩენილი მოცისფრო დეპოზიტები შესაძლოა მიუთითებდეს ქიმიურ რეაქციაზე ციანიდსა და პროთეზის ლითონს შორის. აღსანიშნავი, რომ ფილიპ შარლი არის სამედიცინო და სასამართლო ანთროპოლოგიის სპეციალისტი, რომელიც თავის დროზე ასევე ჩართული იყო რიჩარდ ლომგულის მუმიფიცირებული გულის კვლევაში. სისხლიანი დიქტატორის, ჰიტლერის, ზოგადად ნაციზმისა და ფაშიზმის შესახებ გრანდიოზულ და ულებ ისტორიებს ამ ერთი ეპიზოდით ვერ შემოვფარგლავ. თან ეს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმიც პრობლემას ქმნის, YouTube ბლოკავს და აპრობლემებს ყველაფერს, რაც ნაციზმს უკავშირდება. აღიქვამს როგორც ფაშიზმის პროპაგანდას, როგორც კი კადრში ნაცისტური ბორჯღალი გამოჩნდება. არ აინტერესებს შენ რას ამბობ. ამ სერიაში წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა ნამდვილი ისტორიულ ფაქტებს, ნაწილი კი გადმოცემებს